სინოპტიკოსების პროგნოზით ხვალიდან კახეთში ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელი არის ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. 20 თებერვლიდან რეგიონში ითოვებს და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 0 გრადუსამდე იქნება, ზოგან კი ბევრად დაბალი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ამინდი მთელ საქართველოში გაუარესდება და დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუկის, ლიპყინულისა და ზვავ საშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელი არის შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. კახეთში გეტყვით ეხლავეთ ზოგადად ღამით ზოგიერთ რაიონში ველოდებით დღისით უმეტეს რაიონში ნალექი უმეტესად თოვლის სახით. აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ღამით ზოგიერთ დღისით უმეტეს რაიონში ნალექი უმეტესად თოვლის სახით. ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15 მეტრწამი. ბარში ტემპერატურა ღამით -3 პლუს -2 პლუს 3, დღისით +2 პლუს 7. თაში -4 პლუს 1, დღისით 0 პლუს 5. მაღალთაში -8 -3, დღისით -4 პლუს 1. ხო, გურჯაანი ღამით უმეტესად უნალექო, დღისით შესაძლებელია ნალექი. დასავლეთის ქარი 10-15, ღამით +1 გრადუსი, დღისით +5 გრადუსი. ეს არის სხვა. 20 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალთაში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. დასავლეთის ქარი 10-15 მეტრწამი, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი, 17-22 მეტრწამი. ჰაერის ტემპერატურა ბარში -4 პლუს 1, დღისით -1 პლუს 4, თაში -6 -1, დღისით -3 პლუს 2, მაღალთაში ღამით -12 -7, დღისით -9 -4. -1 მაინც იქნება ღამით და დღისით +2 ან 3. და დღის მეორე ნახევრიდან ველოდებით ნალექს, შესაძლებელია თოვლჭყაპი. დიახ, და 21 თებერვალი აღმოსავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალთაში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი, დასავლეთის ქარი 10-15, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, 17-22 მეტრწამი. ჰაერის ტემპერატურა ბარში -7 -2, დღისით -2 პლუს 3, თაში -10 -5, დღისით -5 0, მაღალთაში ღამით -15 -10, დღისით -10 -5. ტემპერატურა 21-ში. 21-ში ისევ კიდევ უფრო დაეცემა ტემპერატურა და იქნება -4 -3 გრადუსი ღამით და დღისით 0 + 1 გრადუსი და ნალექი უმეტესად თოვლის სახით.